ერთი პროვოკაციული კითხვა უნდა დავსვა. პროვოკაციული და საფუძველი რომ არ აქვს იმგვარი კითხვა. ამ კითხვას რომელსაც მე დავსვამ, მე თავად ვეგავცემ პასუხს, არ გეგონოთ რომ არ გიპასუხებთ. არა, ვუპასუხებ და ობიექტურად ვუპასუხებ, მაგრამ ჯერ მოდი უსაფუძვლო ან პროვოკაციული ან ორივე ერთად კითხვა დავსვათ. ბიზინა საერთოდაც ცოცხალია? არა, რამდენიმე ხნის წინ პარტიის ყრილობა რომ გამართეს და კობახიძეს რომ გადაეხვია, ის კადრები გვიდასტურებს რომ ცოცხალია, მაგრამ მას შემდეგ ბიზინა რამდენადაც მახსოვს არ გამოჩენილა და აი დღეის მდგომარეობით 28 მაისია. ცოცხალია 26 მაისს პარტიის საპატიო თავმჯდომარე რატომ არ იყო თავისუფლების მოედანზე თავისივე კოზანოს დრასწევრებთან ერთად და თუ არ იყო 26 მაისს რატო ვართ დარწმუნებულები რომ დღეს რომ განცხადება გააკეთა ნახევარი საათის წინ ცოცხალი და ჯანმრთელი ბიზინა ივანიშვილის გაკეთებული განცხადება. აკი გითხარით რომ ეს არის პროვოკაციული შეკითხვა მეთქი. რას საკვირველია ბიზინა ივანიშვილი ცოცხალია, რას საკვირველია ის ჯანმრთელა და რას საკვირველია ყოველდღიური ცისხა აისზე გამთენიისას ის პორტოხლის წვენსას სვამს და 12 საათზე ფითრის შავბალახას და ვარტკაჭკაჭას ნაყენებს აყოლებს მეთქი. ასე უნდა ვთქვა, ამგვარ რამეს კარნახობენ თუ ეუბნებიან მეთქი, თუმცა დღეს რომ გამოჩენილიყო, აი დღეს თოცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით გააკეთა განცხადება, გაავრცელა განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ დაგნახებოდა უკეთესი იქნებოდა. ახლა რაც შეეხება იმას, რას თქვა, ან რა თქვა ბიზინა ივანიშვილმა საპასუხო განცხადებაში. დღეს გავრცელდა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე. ცოცხალია? კი, ცოცხალია. სადაც ტრამპის ადმინისტრაციის გზამდილი უნდა მომესმინა. ტრამპის ადმინისტრაცია რატომღაც ბჭყალებშია? სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის. კარგით, ოკეი, მისმა სტილისტებმა და იმ პირებმა იკითხონ, ვინც უსწორებს ტექსტებს. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. საელჩომ იცის. ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ანუ უთხოვია შეხვედრა საელჩოს. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა. ამ შემთხვევაში გადმოცემა სჯობდა, მაგრამ არ აუშავს. რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, ოხრა დიპლომატი კაცი ხარ ჩვენო ბიზინა, თუმცა შეხვედრაზე უარი განვაცხადე. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმიმარტავს სჯობდა და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, ანუ ამერიკელები აშანტაჟებენ, ეს კვლავაც ამ ჭკუაზეა. ცოცხალიგან არა, მაგრამ ამ ჭკუაზეც რობა ეს ფაქტია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში შარშან ბატონ ობრაიენსაც უთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. ანუ ახლა ფორმალური სანქციები მოქმედებს და ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის ფორმალური სანქციების აღმოფხვრაზე იზრუნოს, საკუთარ თავზე იფიქროს, ანუ რეალურად ბიზინა ივანიშვილი უარს ამბობს ამერიკელთან შეხვედრაზე იქნება და რაც გეუბნებოდათ ბატონო ბიზინა ან ობრაიენი შარშან, ან უკვე წელს ახლა 22 მაისს ყოფილა ამ 6 დღის წინ შეთავაზება შეხვედრის თაობაზე ელჩი, რომელიც რუბიოს სახელით დაგელაპარაკებოდათ. რუბიოს კი არა, მთლად ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის ადმინისტრაციის სახელით დაგელაპარაკებოდათ. ოკეი. თქვენი საქმეა ცოცხალი ხართ? კვლავ მიგითხავთ, ცოცხალია? არა, ცოცხალია ნამდვილად. მაგრამ მაინც 1000 ცოცხალსა, ხო? შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით თქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც გარუბარდე. საოცარი სურვილია ბატონ ბიზინას რომ წეროს. ახლაც დაწერს მეთქი. მაშინ მე რო ვივარაუდე რომ დაწერს მეთქი, ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ისიც დაწერს წერილ ამას და სხვა წერილებსაც. ცოცხალია. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა
ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს, მაგალითად შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედრულად არ მიბრუნებს. მოგიკვდი მე შენ. რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართულ ადვოკატებიც ჩართულ ნიშჯობდა ამ შემთხვევაში. ჩართული წერია. ოკეი. თქვენმა რედაქტორებმა და ის პირებმა იფიქრონ, რომლებიც ამ ტექსტებს გისწორებენ ხოლმე. ამგვარი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ანუ შანტაჟებენ და სახელმწიფო საქმეებზე როგორ უნდა ვილაპარაკო? რას მილაპარაკებითო? მე პირადად მეხებიან და რამე სახელმწიფო საქმეებაო, ამას ამბობს ბიზინა ივანიშვილი. ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი. ნეტავის სხვა რამის კომპლექსი გქონდეთ, ბატონო ბიზინამ, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ნუ გაქვთ ეს კომპლექსი. მე მინდა გთხოვოთ, ნუ გაქვთ ეს კომპლექსი. თქვენ ხო ცოცხალი ხართ, ცოცხალი ორგანიზმი ხართ, ჯამთელი, კაცი, რომელიც ყოველ სისხამ იღებს პორტოხლის წვენს და 12 საათზე ფიტრის შავ ბალახასა და კატა ბალახას ნაყენსაც აყოლებს ზეთ. ნუ გაქვთ ბატონო ბიზინა ეს კომპლექსი. მეტი რა უნდა ვთქვათ ახლა? რა გავაკეთოთ? სანსანგ დაკავშირებით პირველ შენ საპირწონოდ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა მძიმე ზედმეტია, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. და ორივე მხარისთვის, ანუ სახელმწიფოსთვის თუ იქნება სასარგებლო ეს შეხვედრა და შეთანხმება, ხო, თქვენი კომპლექსი, ხო, მეშვიდე ხარისხოვანია წესით ბატონო ბიზინა. იცხოვრეთ ამ კომპლექსით თუ მაინც და მაინც, ოღონდ სახელმწიფოსთვის იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული. ორივე მხარისთვის შედგეს შეთანხმება, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ეს განცდა თუ დაგჭებათ კომპლექსები, მე მგონი ამის კომპლექსი გაქვთ, მე მგონი უფრო და არა იმის კომპლექსი, რომ რაღაცა კომპლექსი. ხო? ამას ჯობს რომ დარჩეთ და იცხოვროთ თქვენს კომპლექსებში, ოღონდაც კი ამ ქვეყანას რამე ეშველოს. ამაზე მარტივად როგორ უნდა განგიმარტოთ. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემ თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ბოდიში დაიკიდეთ. საზოგადოებასთან რა კომპლექსის დარჩებათ, გადასწიეთ მეორე, მეხუთე ან 51 პლანზე. გუნდთან 58 პლანზე. თავარია რომ დაალაგდეს ურთიერთობები ჩვენსა და ამერიკელებს შორის და ამერიკელებს აგ ჰქონიათ თავად გეუბნებიან შესათავაზებელი წინადადებები. გეუბნებიან, კარნახობენ, კარგი არა მოგწონთ ეს სიტყვა, გთავაზობენ გარკვეულ საკუთარ წინადადებებს, საკუთარ შეხედულებებს. არ მიიღოთ მაინც და მაინც, იმიტომ კი არა რომ უნდა მიიღოთ, არამედ შეხვედროდით ჯობდა და მოგესმინათ, იქნება და რას გეუბნებიან, იქნება გეუბნებიან რომ ამ რაღაც სანქციებს აღარ გიწესებთ, ან სანქციების სიიდან იქნებით ამოღებულები. ოღონდ საქართველოს უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ეს ნაბიჯი. მართლა თქვენი თავი რაღაც დედამიწის ცენტრი ხო რა გონიათ, ხო? სიგიჟეა, ხო? თქვენს გარშემო ხო არტიებს, თქვენს ხო ცდებით გარკვეულ საკითხებში უნდა ყველა ვცდებით. არ გეგონოთ რომ ტრამპი არც ტრამპიც ცდება. რა გავაკეთოთ ახლა? ამგვარი ისევ აგზელებს ამ შანტაჟის თემაზე. აი შეიძლება გაგიჟდე რა. ამგვარი შანტაჟის, პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ბოდიში ეს საკითხული მაქვს. აუცილებლად დარჩება არა მხოლოდ ჩემ თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არ დამიყენებია. გამოდით რომ დააყენეთ. არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ 2022 წელს, როდესაც სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე. იქნება და თავსებადია მეთქი, არა თავსებადი არ არის არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ მაინც იქნება და იმგვარ რამეს გთავაზობენ, რაც ქვეყნისთვის არის სასარგებლო და თქვენს რაღაცას გამორჩეთ, არა სანქციები მოგეხსნათ გარკვეულწილად, მაინც. ამიტომ უნდა შეხვედროდით, ეხლა გვიანია საბოლოო ჯამში აჭკუას გასწავლით თქვენ, ხომ დედამიწის ჩიპი და ღერძი ხართ, თქვენს გარშემო ხო ტრიალებენ დინარაძეები და კობახიძეები და არა მხოლოდ. ამ ვრცელი ეპისტოლე ბოლომდე ჩავიკითხოთ რა. გავიხსენებ იმასაც, გამიხსენებ იმასაც,
რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, ანუ დაუბრუნდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ხელს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამტახდა, თუმცა შეხვედრაზე ჯერამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა. მომიკვდეს თავი, ეხლა მოდი აბაროტები აუღეთ ეგრეთ წოდებული. აღა ის არ შეხვდათ მაშინ, მოდი ეხლა 10 თქვენ შეხვდეთ ჩინაზე. იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობი, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა. ანუ თქვენ გგონიათ, რომ ამერიკელები ესე ინსტრუქციებს იძლევიათ, ან ეს რამ შეგათავაზებინათ საბოლოო ჯამში, სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ თქვენია თანხა, სადაც გიდათ იქ წაგიღიათ. ამერიკელები რას ნიშნავს? ანუ დამიბრუნეთ თანხა და სადაც მეტყვით იქ გადავრიცხავ, იმას ამბობთ? რა სიგიჟეა, ხო? კარგით. ანუ ეს საბოლოო ჯამში ლაპარაკობს მათ შორის, ბიზინა ივანიშვილი ჰომოსოვიეტიკოსობაზე მიბრძანოს ვინმემ და იმას გავაკეთებ. როგორც ჩანს, პუტინთან ესეთი ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილს და გონია, რომ ვაშინგტონთანაც ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება არის შესაძლებელი. კარგით, ნუ სიგიჟეა, ცოცხალია? ვიკითხავ კიდევ ერთხელ, ცოცხალია? ხო, ცოცხალია, განა არა. არ ჩანს მერქი სჯობდა რომ გამოჩენილიყო და ეს წარმოეთქვა. რამე თუ ეს გაგიჟდებიან ამ სიტყვაზე, რამე თუ ვინძლო, რამე თუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. აბა ფული ვარ გქონდეთ, გონიათ რომ სადმე იქნებოდით, ჭორბილას გასცდებოდით? ეხლას დინარე ყვირილაში იქნებოდათ ფეხები ჩატყლაპუნებული. ჩატყლაპუნებული. კაფიოდ განმარტე რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექს. დავიღალეთ ბიზინა. ამ ხელა დიდი კი არის ტექსტი, მაგრამ შეიძლება რომ 69 ჯერ ახსენოთ ხა 78 ჯერ ეს სიტყვა კომპლექსი. მეორე მხრივ კი განცდას რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. არ გაშანტაჟებენ იქნება და გთავაზობენ ქვეყნისთვის, თქვენ რო გიყვართ იმ ქვეყნის, თქვენ რო თავისებურ თქვენებურად გიყვართ იმ ქვეყნისთვის სასარგებლო ამბავს. თუმცა ამაზე თქვენ ხო არაფორმალი მართველი ხართ. კობახიძეს იმიტომ არ ელაპარაკებიან, რომ ის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არ არის. თქვენ კი სტენით კობახიძეს ამას დაელაპარაკეო ამბობთ, მაგრამ ამერიკელებმა ხო შესანიშნავად იციან, როგორც კადაფი. ჩავხედოთ ხო? არ იყო ფორმალური მართველი თავის ქვეყნისა, ანუ დე იურე მართველი, თქვენც არ ახართ დე იურე მართველი, თუმცა თქვენ ისევე როგორც კადაფი კი არ გადარებთ მაინც და მაინც ის საშინელი იყო და თქვენ საშინელების გზაზე ხართ. ხო, ჩვენი მასშტაბით საშინელი ხართ, რა თქმა უნდა. ელაპარაკებიან მას, ვინც ფორმალური დე იურე შესაძლოა არ არის, დე იურე კობახიძე და პაპუაშვილია და ეხლა თქვენს ხო თავადაც კარგად იცით, რომ კობახიძესთან და პაპუაშვილთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ვერც კი ტოკდებიან თქვენს გარეშე. ვერ სუნთქავენ თქვენს გარეშე. თუმცა ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად მოგიკვდით. შესაბამისად ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არაჩები თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. ამდენს ვერ ვწდებით უკაცრავად. გრიგოლიჩი. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა შევთავაზეთ. ამაზე გიპასუხეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერანაირი კომპლექსი ვერ ექნება. 93 ჯერ ახსენა უკვე ეს კომპლექსი. უკომპლექსოა ობახიძე. ეს უნდა ვთქვათ? თუმცა ელჩი ამაზე უარი განაცხადა. ეს ელჩი ყველაფერს ესენი რაღაცებს თავაზობენ. ეს ელჩი გინე ყველაფერს უარს ამბობს. რას გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ, აქ მეგორი კიდევ იქნება სადამე ეს სიტყვა კომპლექსი. გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ, წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. ამ რთული თანწყობილი წინააღმდეგობის დამწერის ესემს და ესემს რა. შეიძლება მათ თქვან, რომ მე, ანუ ბიზინა, როგორც მართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდა დაგარწმუნოთ, რომ მართველ პარტიაში არც ერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უფრო პრემიერ-მინისტრის სართულობის ბოლოს გადახვებით ამ კობახიძეზეც და ნერვიულობას და თავად კობახიძესაც.
მით უფრო პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე ეგ არის უბედურება. მეორე მხრივ რო ყობახიძე იღებს მათი მისი ჩართულობით იღებს გადაწყვეტილებას გიჟია და იმიტომ აქედან გამომდინარე ძალიან მეცინი აქედან გამომდინარე სხვა რეაქცია არ შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ ხა ეს ხوار შეიძლება მართლა სერიოზულად განვიხილავდეთ ამ ზარქუატვინიან ტიპების რაღაც მოქმედებას, ხო მესმის რომ ბევრი ფული აქვს, ოღონდ ფული არ აინტერესებს, ოღონდ ფული აინტერესებს, ფული არ აინტერესებს, მაგრამ ხვდებიან რომ ფული წაართვეს, მაგრამ ფული წაართვეს, იმიტომ რომ დაეშანტაჟებინათ, მაგრამ კომპლექსი აქვს იმის, რომ კომპლექსი აქვს იმის, რომ კომპლექსი არ უნდა კონდეს, მაგრამ კომპლექსი მაინც აი ამაში ვართ. და ამას სერიოზულად ეხა ირონიის გარეშე ვერ განვიხილავ თქვენ მიტევეთ ბიზნეს მომხრეებო, რომლებიც დაიწყებთ ჩემს გალანძღვას ამის შემდეგ, რა თქმა უნდა. ჩართულობის გარეშე აქედან გამომდინარე მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა კომპლექსი ახსენოს რა რომ ამ ხარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი ჩალის ფასი აქვს იმედი მაქვს ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან ბიჭო როგორ დაიწყო სუფთა ფურცლიდან ამას რო კითხულობენ და მე თარგმნიან უკაცრავად ჯერ თარგმნიან და მე კითხულობენ შერჩედილი თმების კი სვივად ჩემი აზრით რუბიოს სწხოვეთ რომ რუბიოს არ გადაუგზავნონ ან კიმბერლი ლოუ თარგმნოს ეს ჯერ კიმბერლი ლოუს თარგმნეთ კიმბერლი ლოუს გადაუგზავნეთ და იმან გადაუგზავნოს რუბიოს ჯობია იმედი მაქვს რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადახლების შესახებ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს თითო ეულიო დინო წილოსანიც კაცო გამოთქვამს სრულმზადყოფნას ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში დიდება შენ და ღმერთო დიდება შენ Facebook-ზე ვაკეთებენ ხოლმე კომენტარებს რაღაც გასალკეულ სიგიჟეებზე რა რაღაც ემოჯებს განათავსებენ ხოლმე გამოვაქვეყნებენ ხოლმე ხო არც ერთი ემოჯი არ ასახავს ზუსტად ახლა რა მდგომარეობაში ვართ ან მე რა კომენტარი უნდა დავურთო ამ ყველაფერს შალაგალაკში გადაშიკის შემოგთავაზეთ ჩემი კომენტარებით ან ცოტა ირონიისკენ წამივიდა ან გვარიანად მაგრამ მაინც ეხლა არ ვიცი აი როგორი ემოჯი როგორ უნდა გავიცინო ან როგორი სახე იერი უნდა მივიღო ყუშტი იერი უნდა მივიღო ესე უნდა გავაკეთო უნდა გამეღიმოს უნდა მოღუშული ვიყო არ ვიცი და ან ტექსტი რა უნდა გითხრათ ერთ-ერთი როგორც რასაც აკეთებენ ხოლმე Facebook-ზე არის ესეთი ერთი სიტყვა სამჯერ გამეორებული და ამით ამ სიტყვებს წარმოვთქვამ ერთ სიტყვას სამჯერ გავიმეორებ წარმოვთქვამ და ასე დავასრულოთ პაუზა გახდა მე-18 წუთი დაიწყო მე-19 და ის ერთი სიტყვა სამჯერ გამეორებული ბიჟო ბიჟო ბიჟო